ვისაც შეგიძლიათ შეიძინოთ პროდუქტი ყველაზე იაფად. დღეიდან ფასების გადამოწმება სახლიდან გაუსვლელად შეგეძლებათ. ამოქმედ და ვებ-პორტალი საოჯახო კალათა, კვერცხი, შაქარი, ზეთი, რძის პროდუქტები, ბრინჯი ან წიწიბურა, 13 საბაზისო პროდუქტი 12 უმსხვილესი ქსელიდან. მომხმარებელს საშუალება აქვს შეადაროს პროდუქტების ღირებულება და კატეგორიის მიხედვით მოძებნოს, რომელ სუპერმარკეტს აქვს უკეთესი ფასდაკლება. შედეგად დაიზოგება დრო და ფული. მსხვილ ბიზნესს შორის კი გაიზრდება კონკურენცია. ამჟამად ელექტრონულ კალათაზე სუპერმარკეტების 12 ქსელიდან უკედევს 218 საუკეთესო შეთავაზება. მაგალითად, ამ წუთისთვის კვერცხი ყველაზე იაფი კარფურშია, ნაღების კარაქი გუდვილში, ზეთი კი ორნაბიჯში. თუმცა ფასები მუდმივად განახლდება, რადგან პროგრამაში ჩართული ქსელები ვალდებულები იქნებიან, რომ კონკურენციის სააგენტოს ყოველკვირულად მიაწოდონ ინფორმაცია. არჩევანის გაკეთების და საკუთარ კალათაში პროდუქტების მოთავსების შემდეგ მომხმარებელს ეწოდება ჯამურად რამდენი დაეხარჯება აუცილებელი პროდუქტების შესაძლებლად. დაგეგმილია ვებ-პორტალის შემდგომი განვითარებაც და მობილური ტელეფონებისთვისაც შეიქმნება სპეციალური აპლიკაცია. კარგია თუ ასე იქნება მზა ინფორმაცია ერთად ბარემ თავმოყრილი და არ მოგვიწევს ცალ-ცალკე შესვლა. ნახავ რა არის, სად რა იყიდება, რა ფასებია და კარგია, მომწონს. ვფიქრობ, რომ ძალიან მოხერხებული იქნება, ბევრი რომ დღეს ყველა ხმარობს ტელეფონს უკვე იმ დონეზე, რომ ნახოს და მივიდნენ და შესაბამისად ივაჭრო. არაჩვეულებრივია, შევიდეთ, ნახოთ, სადაც არის შედარებით ნაკლები ფასი, იქ ვიყიდო რა. ასე აფასებენ მოქალაქეების სიახლეს, რომელიც სასურსათო პროდუქტების საინფორმაციო პორტალი შექმნას გულისხმობს. i-kalata.gov.g ელექტრონული კალათა მომხმარებლებისთვის სხვადასხვა ქსელში საბაზისო პროდუქტებზე არსებულ საუკეთესო შეთავაზებებსა და ფასებს ერთ სივრცეში უყრის თავს. საინფორმაციო პლატფორმა კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის სააგენტოს თავმჯდომარემ წარადგინა. ირაკლი ლექვინაძემ პრეზენტაციის დროს დეტალურად ახსნა საიტის მუშაობის პრინციპი. ამ ეტაპზე 12 სუპერმარკეტის ქსელია, თუმცა შეიძლება სურვილის შემთხვევაში ნებისმიერ ქსელი ჩაერთოს აღნიშნულ პროგრამაში. გვაქვს ამ ეტაპისთვის განთავსებული 227 საუკეთესო შემოთავაზება და ასევე ვხედავთ, რომ არის 13 ძირითადი სასურსათო პროდუქტი, რომელიც კატეგორიების სახით არის განთავსებული აღნიშნულ საიტზე. პირველი კატეგორია არის ყველა და რიგითობის მიხედვით არის დალაგებული კონკრეტული მაღაზიები, სადაც პროდუქტის კატეგორიების და საუკეთესო შემოთავაზებების მიხედვით არის აღნიშნული განთავსებული. ჩვენ შეგვიძლია შევიდეთ მაგალითად ნებისმიერ კატეგორიაში და ასევე ნებისმიერ კატეგორიის არჩევის შემთხვევაში პირველ ხუთეულს გვაძლევს თუ რომელი მარკეტის ქსელში შეგვიძლია კონკრეტულ ფასად, ეს იქნება აქციის თუ მუდმივი ფასების ფორმატში მიიღოს მომხმარებელმა ინფორმაცია. 13 საბაზისო სასურსათო პროდუქტი და ფასდაკლებები, რომლებსაც ამ პროდუქტებზე 12 მსხვილი ქსელი ადგენს. ახალი ვებგვერდი საშუალებას მისცემს მოქალაქეებს შეადარონ პროდუქტის ღირებულებების სხვადასხვა სავაჭრო ქსელებში და საბოლოოდ მათთვის სასურველი არჩევანი გააკეთონ. მომხმარებელთა ინფორმირებულობის გაზრდასთან ერთად პლატფორმა მსხვილ ქსელებს შორის კონკურენციის გაძლიერებასაც შეუწყობს ხელს. აღნიშნული პორტალი არა მხოლოდ მომხმარებლებისთვის იქნება სასარგებლოდ, არამედ ბიზნეს სექტორისთვის, რადგან გააძლიერებს კონკურენციას და რაც კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის მომხმარებლებისთვის, რადგან კონკურენციის ფარგლებში ქსელური მარკეტები მუდმივად ეცდებიან, რომ კიდევ და კიდევ უფრო მიმზიდველი ფასები შესთავაზონ მათ მომხმარებელს. პრემიერ-მინისტრის ინიციატივით ფასების რეგულირების საკითხზე სამთავრობო კომისია მიმუშავა. სასურსათო პროდუქციაზე ფას წარმოქმნის მექანიზმი შეისწავლეს საპარლამენტო კომისიაშიც. სწორედ საპარლამენტო დროებითი კომისიის დასკვნაში ასახული რეკომენდაციების საფუძველზე მსხვილი სავაჭრო ქსელები უკვე 2 თვეა მოქალაქეებს საოჯახო კალათით განსაზღვრულ საბაზისო პროდუქტებზე რეგულარულ ფასდაკლებებს თავაზობენ. ფასების შემცირების მიზნით შექმნილი სტრატეგიის ფარგლებში დაევალა კონკურენციის სააგენტოს პროდუქტებზე საუკეთესო შეთავაზებებისა და ფასების შესახებ ინფორმაცია ერთ სივრცეში ელექტრონული კალათის ფორმატში მოითავსებინა. ყოველი ეს რომ შევაჯამოთ, მოგცემს საშუალებას, რომ მაღალი კონკურენციის ფარგლებში ჩვენო მოსახლეობამ საუკეთესო ფასი მიიღოს და ჩვენი მიზანი არის, რომ ის პროდუქტების კატეგორია, რომელიც კალათაში შედის, უაღრესად მნიშვნელოვანი არის საქართველოს მოქალაქეებისთვის და მათ ყოველთვის ჰქონდეს საუკეთესო ფასები სუპერმარკეტებში. მნიშვნელოვანი არის, რომ მომხმარებელს ექნება სრული ინფორმაცია საუკეთესო სამომხმარებლო ფასების შესახებ, ასევე ეს წაახალისებს მათ შორის კონკურენციას აღნიშნულ 12 ქსელში, აღნიშნულ ქსელებს ექნებათ ვალდებულება, რომ განათავსოს საუკეთესო ფასები აღნიშნულ პორტალზე.
პროგრამაში ჩართული მსხვილი სავაჭრო ქსელები ვალდებულები იქნებიან სააგენტოს ყოველკვირეულად მიაწოდონ ინფორმაცია საოჯახო კალათის შემადგენლობაში შემავალი პროდუქტების ფასდაკლებების შესახებ. ახალი პლატფორმის გაფართოებასთან ერთად იგეგმება სპეციალური აპლიკაციის შექმნაც მობილური მოწყობილობებისთვის, რაც მომხმარებლებს ფასების შესახებ ინფორმაციის უმოკლეს დროში მიღებას გაუმარტივებს.